მოგესალმებით, საღამო მშვიდობისა. ვიწყებთ ჩვენს მორიგ პირდაპირ ჩართვას. ძალიან მოკლე ლაკონურ შინაარსს შესავაკეთებ ჩვენი ჩართვის შინაარსის და საერთოდ ამ პლატფორმის შესახებ. ვინც პირველად მოხვდით ახლა ამ პლატფორმაზე, როგორც ალბათ სახელწოდება გეუბნებათ, ეს პლატფორმა პირველ რიგში შექმნილია მშობლებისთვის, თუმცა ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს ვფიქრობ, რომ შეუძლია ბევრი საინტერესო სასარგებლო ინფორმაციის მიღება სხვადასხვა გზით. მე გახლავართ ჰამთა საამიშვილი, ფსიქოლოგი, წარმოვადგენ ორგანიზაცია მაგჯორდიას და ასეთი ტიპის პირდაპირ ჩართვების პროცესში ვასრულებ ხოლმე ფასილიტატორის ფუნქციას. ანუ ვუსვამ კითხვებს ჩვენს მოწვეულ სტუმრებს და დიდი სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს კითხვებს, კომენტარებს, ან იმ უკავშირს, რომლის გამოგზავნად შეგიძლიათ ამ პირდაპირ ჩართვის პროცესში, პირდაპირ აი ამ ვიდეოს ქვემოთ კომენტარების სახით, ან შეგიძლიათ მოგწეროთ პირადი შეტყობინებით. ვინც ადევნებს თვალს იცით, რომ ამ პლატფორმაზე სტუმრის რანგში ძალიან ბევრი სხვადასხვა საინტერესო ადამიანი ყავს, მათ შორის მშობლებიც, სპეციალისტებიც. დღევანდელი ჩართვის სტუმარი გახლავთ ქალბატონი ირმა გოცირიძე, რომელიც არის პედიატრი და ვიცით, რომ ბევრი იცნობს არა მარტო ჩვენი პლატფორმიდან. მოკლედ გეტყვით, რომ ქალბატონი ირმა ჩვენთან უკვე ხანგრძლივი პერიოდია საკმაოდ, რაც თანამშრომლობს, რაც ძალიან გვახარებს და ქალბატონი ირმა კიდევ ერთხელ მთელი გუნდის სახელით უღრმესი მადლობა ამ თანამშრომლობისთვის. უბრალოდ სმენელს ვეტყვი, რომ ეს არ არის ერთადერთი ჩართვა და სიამოვნებით დარწმუნებული ვარ მოусმენთ მის ყველა ჩანაწერს. გადახედეთ ჩვენს ეგრეთ წოდებულ ვიდეოთეკას და დარწმუნებული ვარ აღმოჩენთ უამრავ საინტერესო ინფორმაციას, რომელსაც ქალბატონი ირმა ესე ძალიან დეტალურად და ამავე დროს გასაგებად უზიარებს ხოლმე მშობლებს და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა პირებს. როგორც ალბათ შეამჩნია ჩვენი ჩართვა ითარგმნება ჟესტურ ენაზე, ამისთვის მადლობა ლეკუნა ჯაფაშვილს. და პრინციპში შეგვიძლია დავიწყოთ. უკვე კიდევ ერთი კითხვა, რასაც ხშირად გვისვამენ ხოლმე, არის დაიდებთ თუ არა ჩანაწერი, იმიტომ რომ მესმის, რომ შეიძლება ყველა ახლა ვერ ახერხებს ყურებას და გეტყვით, რომ ყველა ჩვენი ჩართვა იწერება, ამიტომ მოგვიანებითაც შეგიძლიათ მოусმინოთ, თუმცა აი ეს კითხვები და კომენტარები, რაც მანამდე ვახსენე, მე ვფიქრობ, რომ არის დიდი უპირატესობა პირდაპირ ეთერში ყურების თვალსაზრისით, იმიტომ რომ შეგიძლიათ აი თქვენ გამოგზავნილ კითხვებზე ახლა მიიღოთ პასუხი, რა თქმა უნდა, იმდენად, რამდენადაც ახლა ეს ფორმატი ექიმს ამ შემთხვევაში აძლევს საშუალებას, რომ რაიმე რეკომენდაცია მოგცეთ. მოდით, მეც აღარ გავაგრძელებ, ქალბატონი ირმა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჩვენი მთელი გუნდის და დარწმუნებული მსმენელის სახელით და მინდა გთხოვოთ, რომ თავად წარადგინოთ დღევანდელი თემა და გავაცნოთ მოკლედ ჩვენ მსმენელს, რაზე ვისაუბრებთ დღევანდელი ჩართვის. საღამო მშვიდობის, მადლობთ ყველას, რომ ამ საღამოს, გვიან საღამოს გამონახეთ დრო და უსმენთ ამ ჩვენს ლაივს და მადლობა მასპინძელ ორგანიზაციას და თქვენ ყველას, თამთა, ლეკუნას და ყველა ტექნიკურ პერსონალს, ვინც და ხელმძღვანელს, ვინც მონაწილეობას იღებს ამ პროექტში. დღევანდელი თემა არის თამთა გააპირობებული მომართვიანობის შედეგად, ანუ ჩვენ გვექნება საუბარი ეგრეთ წოდებულ ისეთ დაავადებებზე, რომელიც არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში, არამედ ჩვეულებრივ ტიპურ განვითარების ბავშვებშიც გვხდება, მაგრამ ავარჩიეთ მაინც იმ თვალსაზრისით, რომ სამწუხაროდ უფრო ჭარბობს მაინც ამ განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებში და ხშირად არის ამაზე მომართვიანობა, ხშირად არის დასმული კითხვები, რა თქმა უნდა, გადამისამართებულები არიან ბავშვები შესაბამის სპეციალისტებთან, თუ ჩვენ პედიატრებს არ ვძალულთ ამის ბოლომდე კურნალობა. ეს არის ასეთი თემები, რომელიც არის ბუასილი, ეგრეთ წოდებული ჰემოროიდი, ეს სამედიცინო ენაზე, სამედიცინო ტერმინოლოგიით და ცისტიტი, ანუ საშარდეგზების ინფექცია, რომელიც ამ შემთხვევაში ცისტიტის სახით არის წარმოდგენილი. ეხლა ანუ გავეცნობით ამ კლინიკას, რატომ ხდება, რა განსხვავება ბავშვებსა და დიდებს შორის, პრაქტიკული რჩევები, რა შეგვიძლია მივცეთ მშობლებს და მცირედ შევეხებით, რა თქმა უნდა, მკურნალობას, ვის მიმართონ, ვისი ჩართულობა არის საჭირო, რა დონეზე ხდება პედიატრის დონეზე, რა დახმარება შეიძლება გაუწიოთ და როგორი უნდა იყოს ბავშვი გადამისამართებული.
აი ამ თემებზე ვისაუბრებთ ამ 1 საათის განმავლობაში თქვენ შემაწყვეტინებთ, როდესაც გენებოთ და კითხვების შემოვა და მზად ვარ რომ უპასუხოთ თუ არა და როგორც თქვენ მას პლატფორმას ჩვევია, შემდგომ თუ ვერ მოვასწარეთ, შემდგომ გავცემ შემოსულ კითხვებს პასუხს. დავიწყებ ჰემოროიდით, ანუ ბუასილით, იმიტომ რომ მისი ლოგიკური გაგრძელება იქნება ის მეორე თემა. ეს ალბათ იცით, რომ ბუასილი ვითარდება იმ შემთხვევაში ჰემოროიდული კვანძები, როდესაც ანუსის გარშემო არის ვენური სისტემა, ესე იგი სწორი ნაწლავი ბოლოვდება ანუსით და სწორი ნაწლავის ვენური სისტემის გაფართოვება ხდება, ან ვენის გარსის მოქნილობის დაკარგვა. ანუ ეს არის ვენური პრობლემა, რომელიც აი ამ ადგილობრივად ამ ადგილზე ვითარდება. სამწუხაროდ არის შემთხვევები, როდესაც ეს დაავადებები 1 წლის ბავშვებსაც აღენიშნებათ, ან 1 წლამდე ჩვილ ბავშვებს, ხო, აი ჩვილი ბავშვები, ანუ 12 თვემდე 1 წლამდე მოიაზრებიან. მაგრამ საბედნიეროდ ნაკლები პროცენტია, მაგრამ მერე და მერე უფრო იმატებს. აი 4 წლიდან თქვა ძალიან გვაქვს მომართვიანობა 7 წლის, 8 წლის ბავშვები. და საინტერესოა ახლა განსხვავება არის თუ არა მოზარდებში, დიდებში და ბავშვებში ამ დაავადების. ეხლა უყურეთ რაშია საქმე მოზარდებში, საერთოდ ეს დაავადება უფრო ხშირია, ვიდრე პატარა ბავშვებში და სხვადასხვა მიზეზი აქვს გამომწვევი. მაგრამ სიმპტომატიკა შეიძლება მსგავსი იყოს ორივე შემთხვევაში და ასაკობრივი ჯგუფებისათვის ძალიან არ განსხვავდებოდეს, რაც ჩვილებში და მოზარდებში თუ დიდებში. ეხლა შეიძლება მარტო ვთქვათ, რომ განსხვავება რომ ასაკშია, ანუ მიმართვიანობაში და ასაკში, იმიტომ რომ დიდებში როგორც ვიცით, თამთა იდენტიფიცირება უფრო მარტივია, იმიტომ რომ მოზარდებსთან საკმარისია საუბარი, გამოკითხვა, კლინიკური შეფასება, გესაუბრება, რაღაცას თავის გრძნებებს და თავის ტკივილს გეუბნება, რასაც ბავშვი ვერ ახერხებს და სამწუხაროდ თუ ბავშვს ვთქვათ შეუძლია ეს პრობლემა დამალოს, კიდევაც მალავს ამ დისკომფორტს და ექიმთან შიში აქ ხვდებით, ესე იგი ამის გამო მომართვიანობაც ცოტა გვიან არის ან ნაკლებია. მაგრამ მაინც ბოლოს თუ ძალიან შემაწუხებელია მომართვიანობა არის შემდგომი ჩივილები. და ძირითადი არის მაგალითად სისხლდენა, როდესაც არის ნაწლავის დეფეკაციის დროს, ნაწლავის მოქმედების შედეგად, და ჩვილებში თქვათ საფენს პამპერს როდესაც უცვლით, ამ დროს შეიძლება მშობელმა დაინახოს სისხლი. შეიძლება დათვალიერების დროს, დაბანის დროს ანუსთან დაინახონ მშობლებმა მოწითალო ან მოლურჯო ფერის კვანძები, ესეც ამანაც დაეჭვოს, რომ რაღაცა პრობლემაა დედა, ან მცირეწლოვან ბავშვებში შეიძლება ვთქვათ დაიწყოს ქავილი, რომელიც სხვადასხვა მიზეზით იყოს, შეიძლება სხვადასხვა ჩვენ გვისაუბრია, რომ სასქესო ორგანოებთან ან ანუსის ქავილი რა იწვევს, მაგრამ ერთ-ერთი გამომწვევი არის ეს ბუასილიც, რომ ვთქვათ ფხანით მოდის ბავშვი და მერე ვიკვლევთ ჭიებზე, ვიკვლევთ ვთქვათ ხომ არ არის მასტურბაციას აკადგილი, ან რაღაცა სიამოვნებას აქვს და შეიძლება დათვალიერებისას ეს პრობლემაც იყოს. გაღიზიანება არის გაწითლებული ან ნაწლავი გამოვარდნილი, ტკივილს იწვევს რექტალურ არეში და აი ასე მოგმართავენ მშობლები, განსაკუთრებით დეფეკაციის მერე. ანუ ტუალეტში გასვლის შემდეგ ეს ჩივილები კიდევ უფრო ორმაგდება. ეხლა ნახეთ რომ განვასხვაოთ და ვიცოდეთ ესე უხეშად არსებობს ჰემოროიდის ორი ძირითადი ტიპი. ეს არის შიდა, როდესაც ბუასილი არის სწორი ნაწლავის შიგნით და ვიზუალურად რახან შიდა არის ვერ ვხედავთ და გარეგანი, რომელიც გითხარით უკვე, კანის ქვეშ, ანუსის გარემოში ეს სწორი ნაწლავის ვენები ამობერილია, გამოვარდნილია და ადვილად დასანახია. ზოგჯერ ზოგიერთ ბავშვს, არა მარტო ბავშვს, დიდებსაც კი შეიძლება ეს ორი ფორმა პარალელურად ერთდროულად გქონდეთ. მაგრამ ნახეთ განსხვავება არის კლინიკური სიმპტომატიკით.
და უკვე როდესაც ბავშვი მოდის ამ მშობელი ჩივილით, პირველ რასაც გვეუბნება, უკვე და გეტყვით ახლა რა ჩივილებია, უკვე წარმოდგენა რა თქმა უნდა დათვალიერებამდეც გვიჩდება. ეს არის გარეგანი შემთხვევის გარე ბუასილის დროს არის აი დისკომფორტი, ჯდომისას ზეწოლა როდესაც არის მტკივნეული მკვეთრი, აი მკვეთრი ტკივილები არ სიამოვნებს ბავშვებს დაჭდება. ასევე ნაწლავი როდესაც პერისტალტიკას განიცდის და დაცლა ხდება ნასტორი ნაწლავის, მტკივნეულია ეს პროცესიც. და აგრეთვე ჰიგიენის დროს, ანალური მიდამოს ჰიგიენის დროსაც, როდესაც ხდება დაბანა ბავშვის, აქაც წინააღმდეგობას უწევს დედა და იტყვის, რომ ტკივა არ სიამოვნებს და უსიამოვნოა შეხება. ეხლა შიდა ბუასილის დროს ერთადერთი, რასაც გეუბნება მშობელი, ნაწლავის დაცლის დროს, ეხლა თუ პამპერსია პატარა არის, ვიზუალურია სისხლდენა, ან და საცვალზე დაცლის შემდგომ ჩდება სისხლი, ალისფერი სისხლი. ეს იცით რა არის, რახან ეს შიდა ბუასილი უფრო სწორი ნაწლავის შიგნით არის, სადაც ინერვაცია ნაკლებია და ინერვაცია განაგებს ტკივილს. ამდენად ტკივნეული ეს არ არის, არც დისკომფორტს გვაძლევს, არც არაფერს ისეთ გამოვლინებას, უბრალოდ აი ეს ჩივილია, ერთხელ, ორჯერ და უკვე როდესაც ექიმთან მოდის პედიატრთან, სანამ მოხდება გადამისამართება და პროქტოლოგთან და სანამ მოხდება ბავშვის დათვალიერება თუ მოზარდის, უკვე წარმოდგენა გვაქვს, რომელი ტიპის ბუასილთან გვაქვს საქმე. ეხლა ალბათ გაინტერესებს რა მიზეზები, გაინტერესებს ჩვეულებრივ რა მიზეზები არის და რატო ჩდება ეს ბუასილი. და სქესთაშორისი განსხვავებები თუ გვაქვს? დიახ, სქესთაშორის განსხვავებები ეხლა განსაკუთრებით აი ბუასილის დროს მაინდა-მაინც ვერ ვიტყვით, აი ცისტიტზე რო ვისაუბრებთ, იქ კი ნამდვილად გეტყვით, რომ გოგონებში უფრო არის და ამას გავამახვილებ რატო. მაგრამ აქ ძირითადი წამყვანი არის პროპორციულად მიდის თამთა ძირითადი წამყვანი არის როგორც ყველამ უკვე გძნობ და ვიცით და დიდი ექიმობა არ უნდა ეს არის ყაბზობა, კოლიტი, ეს არის კოლიტი შეიძლება იყოს შეკრულობით მიმდინარეობს, შეიძლება დიარეით მიმდინარეობდეს და ეს არის როგორც წესი მსხვილი ნაწლავის ლორწოს ანთება, კოლიტს უძახიან. აი ამ კოლიტური მდგომარეობის შედეგად ვითარდება ესე იგი ბუასილი. შემდგომი რაც შეიძლება იყოს, ეს არის ჩვილებში განსაკუთრებით ყაბზობა განვითარდება, როდესაც აი ძუძუთი კვებიდან გადადის მყარსაკვებზე და გინდა თუ არ გინდა ზოგ ბავშვს ეწყება შეკრულობა. ეს შეკრულობას კი ებრძვის თითქოს დედა, მაგრამ იმდენ საკვებს დიეტურ საკვებს ვერ მიაწოდებს, იმიტომ რომ თოთოა ბავშვი ჯერ კიდე 6-7 თვის არის და ეს უჩვეულო მისთვის დისკომფორტი გვეყალიბებს შეკრულობას და რის შედეგადაც ხდება აი ამ სისხლის გადასროლა ანუსის ვენების მიდამოებში, ამ ვენების გაფართოება და სამწუხაროდ ამ ელასტიურობის, ვენის კედლის ელასტიურობის დარღვევა და ამ ჰემოროიდალური კვანძების ჩამოყალიბება. ძალიან საინტერესოა და აუცილებლად ყურადღება მისაქცევია, თუ ხშირია ეს შემთხვევა, ეს სისხლდენა, თუ დედა იტყვის, რომ ბავშვს არ აქვს ყაბზობა, კოლიტური მდგომარეობა არ აქვს და მაინც საიდან არის, აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ, მეგობრებო, ღვიძლი, ხომ არ არის ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, როდესაც აქაც იგივე პრინციპია, როდესაც ღვიძლი ვერ მუშაობს სწორედ და ვერ ატარებს იმ სისხლს ვენებში, რომელიც უნდა გაატაროს და ეს სისხლი ისევე გადანაწილდება სხვა ქვემო ვენებში და ისევ ზეწოლა ხდება. აი ესეც ძალიან ყურადსაღებია. ეხლა აქ ერთი შეკითხვა კი ბატონო. აი ხლა ამ თემასთან დაკავშირებით, ანუ შეკრულობა გარდა დისკომფორტისა იწვევს თუ არა სხვა პრობლემებსო? შეკრულობა რა თქმა უნდა იწვევს სხვა პრობლემებს, ასე გასაჯეთ, რომ იმუნიტეტის დაქვეითებასაც კი იწვევს შეკრულობა.
თავის ტკივილს უგუნებებოს, შეიძლება იყოს გულისრევის შეგრძნება. საკმაოდ არის გამონაღარი. როგორც უნდოლოებზე, ზურგზე, ასევე ხანდახან არის ხოლმე პერორალური დერმატიტი, ანუ სახეზე აყრის ბავშვს, აი ამ ცხვრტოჩის სამკუთხედში. ეხლა თუ მოზრდილი ბავშვია, აი არ გაგიკვირდეთ, მაგრამ შეიძლება იყოს ადინამია, შეიძლება იყოს ყურადღების დეფიციტი, აი ეს გაფანტული სიტუაცია სკოლაში, უგუნებობა და აი აბსოლუტურად არ უნდათ სწავლა, იმიტომ რომ ეს პროცესი მოდის წინ და ჩვენ ვიცით ბევრჯერ გვიცაუბრია, რომ კუჭნაწევს რამდენი როლი აქვს ბავშვის გონების განვითარებაში და ეს ყაბზობაც ერთ-ერთი ესეთი არასასიამოვნო პროცესია, რომელიც საკმაოდ იწვევს, იმიტომ რომ ეს არის განავლოვარი მასების დგომა ერთ სივრცეში, რომელიც იწვევს ის უნდა გამოვიდეს, ის არის ტოქსიური, ისევე როგორც თითქმის უნდა დაიცალოს და შარდი ტოქსიკური ნივთიერება გამოვიდეს, ასევე გამოვიდეს აქედან. და იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ვერ გამოდის ამთან და შეკრულობა აქვს ბავშვს, ეს მეტად თუ ნაკლებად რაღაცა გარკვეული პროცენტის შეწოვა ხდება, უკვე შეწოვა. ამდენად ეს არის ამ ყველაფრის მიზეზი და იმუნიტეტის მიზეზიც, დიახ. თუ არ არის კითხვა, გავაგრძელებდი. კი ბატონო, დანარჩენი კითხვები არის საშარდა გზების კუნაობაზე და ქრონიკულ ცისტიტზე და ეს ალბათ ოდნავ მოგვიანებით, ხომ? კარგით, კი ბატონო და თუ შემოვა ამაზე კითხვა, კი გამაჩერებთ. კი ბატონო. ეხლა ჩვილებში თქვი, ეხლა უყურეთ შემდგომ ასაკში, როდესაც იზრდებიან უკვე ბავშვები, უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტას. მიზეზი არის ის, რომ ბავშვები უჯრედისით ვერ იკვებებიან საკმაოდ, ანუ ბოჭკოვან ნივთიერებებს ვერ იღებენ, რაც არის ხილში, ვიცით, სულ გვესმის ეს არის იმაში მწვანე სალათაში, რა ვიცი, ბოსტნეულში და ეს უჯრედის მეგობრებო ძალიან გვეხმარება, რომ ნაწლავის პერისტალტიკა მოხდეს და ჩვეულებრივად ეს ყაბზობა აღარ ჩამოყალიბდეს. არის კიდევ ბევრი მიზეზები, ერთ-ერთი არის ქოთანზე დიდხანს ჯდომის გამო. ხანდახან გვაქვს ხოლმე სიტუაცია, რომ არა მარტო ქოთანზე, არამედ სკამზე და ეკრანთან დიდხანს ჯდომა უწევთ ჩვენ ბავშვებს, რაც გარდა იმისა, რომ სულ საუბრობთ, რომ სულ მოძრაობა და რაღაც იმუნიტეტზე იყო მოძრაობა, გარეთ, სირბილი, ხო, სულ რაღაც ამ თემას ხშირად ვეხებით ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ აქაც გვაქვს დიდი რისკი, რომ ჩამოყალიბდეს ჰემოროიდული კვანძები, იმიტომ რომ როდესაც ხდება ესე იგი ერთ ადგილზე ზეწოლა, ეს ვენების სისხლი გადაედინება იქ და სტაგნაცია ხდება, ანუ ჩაგუბება ანუსის გარშემო არსებულ ვენურ სისტემაში და ესეც თავისთავად იწვევს. ამდენად, აი არა მარტო მოზრდილ ბავშვებში, რომლებიც ვინც ძალიან ხშირად ზის არ თამაშობს და ზის და უყურებს, არამედ ჩვილებშიც, მეგობრებო, ჩვილები ხშირად უნდა შევაბრუნოთ მწოლიარე მდგომარეობაში ძილის პერიოდში, ხა თუ ხელში ყავს აყვანილი არ არის საშუალება. თუ ძინავს ერთ მხარეს უყვარს ბავშვს ძილი, არა, უნდა აუცილებელი არის, რომ ვენური სისხლი კარგად, ისევე როგორც არტერიული, ვენური სისხლი კარგად გადანაწილდეს თელს სხეულში და ამდენად ბავშვს პოზიცია უნდა უცვალოთ ხოლმე. ანუ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხლა ხშირად არის ხოლმე სამწუხაროდ ნორმალურია ეს, რომ სამარცხვინოა თითქოს და მალავენ ამას და მომართვიანობაც გვიან არის. ბოლო წუთამდე არ მიდიან პაციენტები ექიმთან, ან ბავშვი დედას არ ეუბნება და ესეც არის, ან თუნდაც დიდებიც, აი რაღაცნაირად გადავდებთ თავს ვიკავებთ, იმიტომ რომ რაღაცა სასირცხვილო თემაა ეს თითქოს. ეს აღარ უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ რაც უფრო მალე მოხდება ჩარევა, კურნალობის სქემაც უფრო მარტივი იქნება. დიახ, და მაგრამ მაშინ აი ეგრეთ წოდებულ წინამორბედ ნიშნებზეც რომ ვისაუბროთ, აი რა შეიძლება იყოს წინარე ნიშნები, ასე ვთქვათ. ამ ჰემოროიდის განვითარების, ხო? დიახ, თუ არის ასეთი, რამაც უნდა დააფიქროს მშობელი და როგორც აღნიშნეთ. აუცილებლად თუ პირველი არ უნდა დაუშვათ ბავშვის ყაბზობა, ორი თვეზე არის ესე დასაშვები, რომ ორ თვეზე მეტი.
უკვე სადღაც წინ უნდა გავიხედოთ და საჭირო არის თუ არ არის ამ კუთხითაც უნდა ვიფიქროთ, რომ ამან არ უნდა ჩამოაყალიბოს შემდგომად ეს კვანძები, ბოასილის კვანძები და ამაზე უნდა გავფრთხილდეთ. მე აუცილებელია რომ ესე იგი გავითვალისწინოთ რომ თუ მშრალ კვებაზეა თამთა ბავშვი ეს მაინც გინდა თუ არ გინდა მოხდება და ამიტომ დიდი რაოდენობით სითხე უნდა მენიუში ჩაურთოთ გარდა იმისა რომ ეს უჯრედისი იქნება ჩართული დაახლოებით 8-10 ჭიქა წყალი მაინც უნდა დალიოს ახლა ლიტრებით ვერ ვიტყვით მაგრამ დაახლოებით აი ლიტრი გამოდის ბავშვის ასაკში მე აუცილებელი არის აი მაგალითად უცხოეთში ამ პატარა ბავშვებზე ჩვილებზე განსაკუთრებით ჩვენთან პირდაპირ რაღაც იწყებენ ლაქტულოზას ან დუფალაკის ან რაღაც მედიკამენტების მიცემას უცხოეთში არაფრით არ მისცემენ პირდაპირ იწყებენ შავი ქლიავის გამოყენებას და მართლა უნიკალურია იმიტომ პროცენტულად უამრავი ბოჭკო არის ამაში და ჩვილობის ასაკში თუ ძალიან პატარა არის ვაკეთებთ მის ნაყენს თუ არა და თუ უკვე ეკუთვნის ხილი დახეხილი ხილი შავ ქლიავს უზმოზე ვაძლევთ ბავშვს ეს არის ჩირის აუცილებლად თუ ზამთარია რა თქმა უნდა ჩირს აი მე მახსოვს ერთხელ ჩემი კოლეგა იყო ჩამოსული და რო ჩირები როგორც ქართველებმა ვიცით გავატანეთ ეს ქართული ჩირები და გაგიჟდა ეს რო წაიღო რომ ესო მე საწამლად გამომადგებო ჩემმა კოლეგამ მითხრა ესა ჩემ პაციენტებისთვისო იმდენად უნიკალურია წარმოგიდგენიათ ეს ჩვენი შავი ქლია და მართლა ძალიან კარგი წამალია მასაც მიღება თავის დოზები აქვს 2 თვის ასაკიდან შეგვიძლია ვთქვათ ჩირის სახითაც მივცეთ მე რა მინდა რომ გითხრათ ძალიან ცუდი არის აი ეს მდგომარეობა როდესაც ბავშვებს დიდი ხნით სვავთ ტუალეტში და ვაჩვევთ რომ იჯდეს და ცოტა ვტუქსავთ კიდევაც რომ აუცილებლად მიეჩვიოს ან ქოთანზე ჯდომას ან ტუალეტზე ჯდომას და ეს დიდხანს ჯდომაც არ არის კარგი თუ დეფეკაცია გვიჭირს ბავშვს უჭირს დიდია პატარაა მოზრდილია რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ რომ ფეხები პატარა სკამები ტაბურეტის სკამები რო ქვია ფეხები უნდა შემოვაწყოთ ზემოდან და უნდა მივიღოთ აი ესეთი 90 გრადუსით უნიტაზე დიახ აი ესეთი ჯდომარე პოზიცია აი ამ დროს სწორი ნაწლავი იცვლის ფორმას და შეუძლია იმ განალოვან მასებს გამოსვლა. და აი მაგალითად ეს თურქული ტუალეტები რო იყო ხოლმე, რაღაცნაირად გამართლებულია, იმიტომ რომ სწორი პოზიციით ხდება დეფეკაცია. ამდენად თუ ახლა ამის საშუალება რა თქმა უნდა ყველას არ აქვს, ამდენად თუ გვიჭირს ეს პროცესი ბავშვებსაც და დიდებსაც ვეუბნებით რომ აი ასე ფეხები ზემოთ აწევით, ანუ ვამცირებთ თამთა ჭინთვის და ტენეზმების ტენეზმე არის ეს იგი ჭინთვა, რომელსაც არ მოყვება გამოსავალი და ამის წუთებს და ხანგრძლივობას რომ არ მოხდეს ამ ვენური სისხლის მოწოლა და ამ კვანძების წარმოქმნა. ეხლა ნახეთ პრინციპში ჩვენზე მშობლებზე 90% პრევენციის არის მშობელზე დამოკიდებული. თუ ბავშვს მაგალითად არ შეუძლია ან არ სურს ასეთი წესების დაცვა, ну ჯილუტობს, არის თქვა პრობლემები, თქვა გვაქვს განვითარების შეფერხება და ვერ ვიმორჩილებთ ბავშვებს. ან და თქვა თუ შეუძლია ბავშვს მოგვისმინოს ძალიან ფაქიზად, იმიტომ რომ არ შევაშინოთ, შეგვიძლია სწორი მიმართულებით ან ისე ფსიქოლოგი დავიხმაროთ, როგორ ხდება, თქვათ არ უთხრათ ეხლა ცუდი გამოსავალი და შეიძლება საოპერაციო გახდე, შეიძლება თქვათ სამკურნალო გახდე, რაღაცნაირად აი ნაზად აუხსნათ, სწორად აუხსნათ, არ ჩაუნერგოთ, რა თქმა უნდა, ექიმების და საავადმყოფოს შიში, მაგრამ აი ალბათ თქვენც მოგვეხმარებით ფსიქოლოგები და აუცილებლად გჭირდებით ამ შემთხვევაში ჩვენ პედიატრებს, რომ სწორედ მოხდეს გადაცემა აი ამის ცუდი გამოსავლისა.
ცუდი გამოსავალი არის ოპერაცია, ხა მე ვერ გეტყვით, კურნალობა და ბოლოს ოპერაცია, რომ რამე ცუდი არის, ეს არაფერი არ არის. რა თქმა უნდა. ეხლა ნახეთ აუცილებლად როგორც კი პედიატრთან დაფიქსირდება, შეიძლება ზოგჯერ პირდაპირ პროქტოლოგთან მოხდეს, თუ დედა ხვდება რაშია საქმე და ძალიან კარგი, იმიტომ რომ როგორც კი პედიატრი ნახავს, იმ წუთში მაინც ჩვენ ვუშვებთ პროქტოლოგთან. პირველ რიგში ხა პედიატრები რატო რას შეგვიძლია რა გავაკეთოთ? შევამცირებთ გავუწერთ დიეტას, შევამცირებთ აბზორბას და კოლიც. ინიშნება ინულინი, ფსილიუმის, ჰასკია, ეს არის მრავალზარდ ბოჭკოებს ნიშნავს. გარდა იმისა, იმ ჩამოთვლილი დიეტისა, რაც მოგახსენებთ, ყველაფერს იმას დაუნიშნავთ, რაც ხელს უწყობს ბავშვის პერისტალტიკას. თუ ბავშვს უჭირს დეფეკაცია, ჩვეულებრივ ხო ოყნები ამოღებულია წყლის ოყნებს ვიძახი, კეთდება სანთელი, გლიცერინის სანთელი. ხანდახან ბავშვებს მაგის შიშიც არის, ამიტომ არსებობს საბავშვო სანთელი სხვა არის და არტიდების სანთელი სხვა არის, ან არის გლიცერინის პატარა სანთლები, რომლებიც ზეთოვანი სანთლები, რომლებიც შეგვიძლია გავაკეთოთ. ანუ სანამ წამალი იწყებს მოქმედებას და წამალი ეს ლაქტულოზა არის, ჩვენ შეგვიძლია ბავშვი არ ვაჭინთოთ და გავუკეთოთ ეს სანთლები. აუცილებლად დეფეკაციის შემდგომ აუცილებლად ხდება ნაკლებად ტუალეტის ქაღალდით დაკმაყოფილება, რა თქმა უნდა ტუალეტის რბილი ქაღალდს ხმარობთ, მაგრამ აუცილებლად უნდა დავაწესოთ ჰიგიენური პროცესები წყლით და ეს წყალი უნდა იყოს გრილი, რომ ანალური მიდამოები ჰიგიენა აუცილებელია პატარობის ასაკიდანვე. არა აქვს მნიშვნელობა ამას არის თუ არა ჰემოროიდალური კვანძები, ეს არის სასარგებლო ყველასთვის და ბავშვს ვაჩვენთ აი ამ ბავშვს რომ უნდა მოხდეს უკანატანის დაბანა. ეხლა კიდე რა მინდა აქ ერთ კომენტარს გავაკეთებ, ანუ ბევრი იყენებს ეგრეთ წოდებულ სულ ხელსახოცებს, ხო? არავითარ შემთხვევაში. აი, ბარემ ამასაც რო ხაზე გავუსვათ, რატომ არის? კარგია რომ მითხარით, ძველი ხელსახოცების ხმარება, გამოსმა არ არის სასარგებლო, იმიტომ რომ როდესაც ჰემოროიდული კვანძებია, იქვე არის პატარა ნახეთქები, პატარა მიკროტრაუმები, ეს გაჟღენთილი სხვადასხვა ნივთიერებებით შეიძლება ჰიპერგზობელობა გამოვიწვიოთ, პატარა მიკროანთებები, როდესაც ეს უცხო ნივთიერება ხვდებით აი ამ ანალურ პატარა, ნაპრალს ვერ უტყვი, არის ხოლმე ესეთი დაავადებები ქირურგიული, რომელიც ნაპრალით არის, მაგრამ მიკრო ტრაუმები აუცილებლად არის და ასეთ შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ ხმარობ. ეხლა რაც შეეხება მკურნალობას, აი დაბანის მერე უკვე თქვათ, დავიწყეთ ხო თქვათ მკურნალობა და ვიღებთ ისე რომ თქვათ ეს ყაბზობა ავალაგოთ, მაგრამ ადგილობრივად ეს თუ უკვე გაჩენილია, ვხმარობთ ტკივილგამაყუჩებელ წამალს, სულ თავისუფლად, იმიტომ რომ ტკივნეულია, როდესაც გარეგანი კვანძებია, ვხმარობთ მალამოებს, ოღონ ეს მალამოები აუცილებლად ექიმთან შეთანხმებით. და რექტალური სანთლებია, ჰემოროიდული რექტალური სანთლები, ესეც აუცილებლად უნდა მოხდეს შეთანხმება ექიმთან, იმიტომ რომ არის სპეციალური, აი მაგალითად გემორექსი არის კიდე თქვათ რელიფი რაღაც ასაკამდე არ იხმარება. ჰემორექს უფრო ხმარობთ ხოლმე ბავშვებში. არის თქვათ ისეთი სანთლები, რომლებიც ვერცხლის წყალს შეიცა, ესა ცოტა ვერცხლის წყლის შემადგენლობა აქვს და არავითარ შემთხვევაში ბავშვთა ასაკში არ უნდა გავაკეთოთ. ძალიან ტკივნეული ჰემოროიდული კვანძების დროს, როცა დისკომფორტია და ეს გრილი წყლით დაბანა არ არის ბოლომდე თქვათ გამაყუჩებელი ეფექტი არ აქვს, პატარა ყინულის პაკეტები შეიძლება სულ გქონდეს, დედას გქონდეს მაცივარში, თქვათ გაკეთებული, ხო ისე შეიძლება სულ მარტივად აი სათითურები რო არის, რეზინის სათითურები, ის გავავსოთ წყლით და გქონდეს სულ ყინული მაცივარში ჩადებული და ესეც ვიხმაროთ ადგილობრივად, თუ ბავშვი მოგვცეს საშუალებას, ამას ვაკეთებთ.
თუ უკვე გართულებული მდგომარეობაა, უკვე ქირურგებთან გადადიან, პროქტოლოგებთან და რამდენიმე მეთოდით ხდება ამის მკურნალობა. ერთი არის სკლეროთერაპია, ეს არის ინექციები, სკლეროთერაპია ვენურ სისტემაზე ყველგან იხმარება, როდესაც ადამიანს ვენური ქსელი აქვს ფეხებზე, ხდება ნივთიერების, ქიმიური ნივთიერების შეყვანა და ვენის სიკვდილი, ეგრეთ წოდებული სიკვდილი და ეს ვენა აღარ არსებობს, მაგრამ სხვა ვენა ანაცვლებს. ნუ აქ გააჩნია ზომებს, რამდენხელა არის ეს ჰემოროიდული. ეს ყველაზე კვანძები, ყველაზე იოლი რაც არის. მეორე არის კრიოთერაპია, ყინულით მოწვა და ეს დაზიანებული ვენების უბნების სამკურნალო არის ყინულით მოწვა. მე არის ლაზერული მკურნალობა, მაინდა-მაინც ბოლომდე ესე იგი ღია ქირურგიაში არ გადავდივართ, ანუ სხვადასხვა მეთოდებს ხმარობენ და ლაზერული მკურნალობით ხდება თრომბის გამოღება. ხა ეს ვენაში, გამობერილ ვენაში ჩაგროვებული სისხლი, ეს თრომბი ხდება ამ ვენის რეზექცია, გაჭრა და იქიდან თრომბის ამოღება და ამოვარდნა და ყველაზე რთული შეიძლება იყოს ეს უკვე ქირურგიული გზით ამოღება, თუ სხვა მკურნალობა არაფრით არ გაჭრა და ჰემოროიდული კვანძები ძალიან დიდია, ასეთებიც არის, როგორც ბავშვებში, უკვე მოზრდილ ასაკში 12-13 წლის ბავშვებში. ექიმი მიდის იმ გზაზე, ასევე დიდებში, რომ საერთოდ იმ ვენას ქირურგიული გზით იღებს. იმით ვერ გაკეთა, ამით ვერ გაკეთა და მთელ ვენას ამოიღებს. აი ეს არის ამ კვანძებზე რაც მინდოდა მეთქვა, თუ რამე კითხვა არის, თუ არა და გავაგრძელებ თემას. და აი ამ მკურნალობის შემდეგ რამდენად იცის, თქვათ, კვლავ შემოყრუნება ამ დაავადებამ, გამეორება. იცით რა, მკურნალობის შემდგომ ისე არიან შეშინებულები უკვე ბავშვები, დიდები, მოზარდები, რომ აბსოლუტურად ზედმიწევნით აკეთებენ დიეტას და ეს უკვე ძალიან შველის. ანუ იმიტომ ვთქვი, რომ 90% ჩვენ ხელშია თქო, ჩვენ თუ დავიწყებთ აი ამ სწორკვებას, სწორ მოვლას, ჩვენ თვითონაც უშველეთ, ქირურგამდე არ მივიყვანთ საქმეს. როგორც კი ერთხელ, ორჯერ უკვე ჩივილი იქნა, აუცილებლად უნდა ჩავერიოთ, თუ დავაფიქსირეთ ეს ჩივილი. მაგრამ ხანდახან გვაქვს ხოლმე აი დეფეკაციის ჩვენ ბავშვებს აქვთ სამწუხაროდ ამ შიში, ამ კუჩი გასვლის შიში. და აი აქ გაგვეპარება ხოლმე პროცესები, დიახ. და ამასაც თავის ის აქვს, ახლა თუ გვაქვს დრო, ამაზეც თუ გნებავთ ერთ-ორ სიტყვას. შეგვიძლია რომ ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა, იმიტომ რომ მეც ვიცი, რომ საკმაოდ გავრცელებულია. დიახ. ესე იგი, ეხლა თუ ეს ხო ძალიან დიდი პრობლემაა, თვითონ ეს იმიტომ რომ ბავშვებს აქვთ ხოლმე სხვადასხვანაირად გამოხატული. ანუ ეშინიათ თვითონ ამ პროცესის, ამ დეფეკაციის პროცესი. ეს არის მათთვის რაღაცა უცხო და ძალიან იშვიათად, თუმცა გვაქვს ფიზიოლოგიური, სომატური ჯანმრთელობის მიზეზები. ეს შეიძლება იყოს, ვთქვათ, ჰიპოთირეოზი, ადრე გვითქვია ჩვენ, როდესაც სამედიცინო მიზეზია შეიძლება იყოს და შეიძლება ვთქვათ იგივე კოლეტის გამო, როგორც ვთქვით, მაგრამ ხანდახან არის მარტო ფსიქოლოგიური მიზეზი. და ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ვამისამართებთ ფსიქოლოგებთან. ანუ ეს დეფეკაციის შიში იმართება პრინციპში სამი სპეციალისტის მიერ. ეს არის პედიატრი, ეს არის გასტროენტეროლოგი და ეს არის ფსიქოლოგი. აი ვის რა დროს უნდა მივმართოთ, თუ გნებავთ ახლა თუ გვაქვს საშუალება, გეტყვით. ეს იგი პირველი აუცილებლად უნდა გამოვრიცხოთ სამედიცინო ან მდგომარეობა, ანუ ეს როგორც ვის გითხარით უკვე, ხანდახან აი რაქიტის დროსაც არის ხოლმე სამწუხაროდ ეს მდგომარეობები, ეს დეფეკაციის შიში და ამას თავის ახსნა აქვს კიდე, როგორც გითხარით, ჰიპოთირეოზის დროს და ამ როდესაც არასრულად ხდება ყაბზობის გამო ამ ნაწლავის დაცლა. ანუ ეს მყინვეულია მისთვის და შემაწუხებელია.
ასეთ შემთხვევაში ჩვენ პედიატრები მოუვლით ამას, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე აი მშობლის გადაჭარბებული მსურველობა, რომ დაახლოებით წლინახევრის 2 წლის ასაკში უნდა დასვას აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ასე არის დადგენილი ქოთანზე და არის მცდელობა, ძალიან კარგია და მივესალმებით ამას. თუ 8 თვის ასაკის ბავშვი, როდესაც უკვე შეუძლია მას ზურგის გაჩერება და მშობელს შეუძლია რომ ქოთანზე გააჩეროს, სასურველი ასაკი პირველი არის 8 თვის ასაკში, რომ დავაწყებინოთ ქოთანზე მცირე რაოდენობით ბავშვს თქვათ მიჩვევა. თუ ამას 8 თვეზე, 9 თვეზე ვერ გავაკეთებთ, მერე გვიჭირს და მერე გვაქვს წელნახევარზე 2 წელზე მცდელობა თამთა, მაგრამ არა ძალდატანება. ეს ძალდატანება არის უკვე შიში გადადის და ეს შიში ხმავდება მერე და კი იცით როგორ სრულდება ხოლმე. არის კიდე თქვათ იმ შემთხვევაში, როდესაც აი გაკითხვას აქ ადგილს და უბრაზდებით ბავშვებს, რომ უსარგებლოა და ეს სახიფათოა, იმიტომ რომ ეს შიშით იზრდება და მაშინ ასეთ შემთხვევაში, აი თქვათ რატო თქვათ გავიდა შარვალში მოისაქმა, ან და ცალკე კუთხეში დადგა და არ შევიდა ტუალეტში და იწყება უკვე ფსიქოლოგიური ყაბზობა. შიში ამისი უმიზეზოდ, აი მარტო ფსიქოლოგიური მომენტებია და რა თქმა უნდა ეს ამაში თქვენი დახმარება ფსიქოლოგების გვჭირდება, იმიტომ რომ ეს ზოგი ბავშვი უარს ამბობს საჭირო ადგილზე, საჭირო გარემოში, დეფეკაციაზე, სადღაც მიდის რომელიღაცა ოთახში და იქ ეს აქტი ხორციელდება ხოლმე ეს აქტი. და აი ასეთ შემთხვევაში გვჭირდება ხოლმე მაშინ მომართვიანობა გვაქვს ხოლმე. აი ზოგს კიდე თვითონ ტუალეტის შიში აქვს, აი ამ პლასმასის შიში. და ხანდახან აი მქონია შემთხვევა და იმიტომ ეშინია აი ამ სივრცის ეჩვენება, რომ თქვათ ის წყალი რომელიც ირეცხება, შეიძლება თვითონ ბავშვიც ჩარეცხოს. აი ესეთი რაღაცა კონკრეტულ მაგალითს გეუბნებით და ეს შიში, ახლა ჩვენ რაც ვიცით, მაგრამ რაც არ ვიცით ბავშვის ტვინში რა მწიფდება. ამდენად ეს შიშიც ძალიან რეალურია და აი სადღაც ამითაც უნდა ვიფიქროთ, რომ არ შევაშინოთ. ეხლა იმ შემთხვევაში კიდე თქვათ არის ძალიან კარგი გამოსავალი ასეთ შემთხვევაში. ისევ ვთქვათ ერთ მშობელს გაუკეთებია ჩვენ მაგალითში ჩვენ სინამდვილეში არა, მაგრამ საკითხული მაქვს, იმიტომ რომ დედამ და მამამ ვერაფრით ვერ გადააჩვია ესე იგი უადგილო ადგილს მოსაქმებას ბავშვი, როგორც ანატომიის წიგნშია, ისე დახატა ამ ნაწლავების, ბავშვს დაახატა ფლომასტერით მუცელზე. ეს ანატომია ნაწლავების და სწორი ნაწლავი და აუხსნა, რომ აი აქ ეს არის და ბავშვმა და ამის შემდგომ მოხდება დაცლა. აი ასეთი კარგი მეთოდით ამ ბავშვმა მოხდება აუტიზმის შემთხვევას გიყვებით, ბავშვი იყო აუტიზმის დიაგნოზით, ბავშვმა მოთხოვა დედას და მამას, რომ იგივე ნახატი დახატო და ეხატათ მაგათ და აი ასე თამაში ამ ახსნით მოხდა შეჩვევა ტუალეტის ჩვევის და ძალიან წარმატებით მოხდა ეს პროცესი. ანუ ყველაფერი გადაიტანა იოლად ამ მშობელმა თამაშით და აბსოლუტურად უმტკივნეულოდ მიაგნო აი ამ მეთოდს და შეგვიძლია ვთქვათ ესეთ მშობლებს ვასწავლოთ და გაიზიარონ ეს მეთოდი. ანუ აი ამ ტუალეტის ფოკუსირება და სულ ამაზე საუბარი თქვენს დამეთანხმებით ალბათ რა თქვენ ხმარობთ ამ მეთოდიკებს და თქვენ უკეთ იცით, ეს არ არის აუცილებელი და რაღაცა და სხვანაირი მიდგომა გვჭირდება ასეთ შემთხვევაში. ბატონო. დიახ. კიდე თუ რამე არის? ანუ ეს მინიმალური დანაკლები. ჩვენი ყველა კითხვა ეხება ცისტით და პრინციპში ალბათ შეგვიძლია რომ დავიდეთ მაშინ ცისტიტზე. დიახ და დროც ისე გვაქვს 20 წუთი. ეხლა უყურეთ საშარდე გზების ინფექციები ყველაზე ძალიან წამყვანი არის ცისტიტი და მომართვიანობა მართლაც არის ისევე როგორც დიდებში, ასევე ჩვილებში. ეხლა შეიძლება იყოს ორი სახის საშარდე გზების ინფექცია, ეს არის თირკმლის
და შარდსაწვეთის, როდესაც სიკვდილიდან გამომავალი, ესე იგი, სადინრების, ანუ შარდსაწვეთის პრობლემა არის და მეორე შარდის ბუშტის ანთება და შარდის ბუშტიდან გამომავალი მილი. ამ შარდის ბუშტიდან გამომავალ მილს ქვია ურეთრა და ხანდახან ანთებითი არის ეს ურეთრა და ხანდახან არის თვითონ შარდის ბუშტი ანთება. აი, როდესაც შარდის ბუშტის ანთება არის, ამ დროს მას უწოდებთ ცისტიტს. როგორც გითხარით და თქვენი კითხვაც იყო, უფრო მეტად არის გოგონებში. და ანატომიურად აიხსნება ახლა ეს, რომ გოგონებს სასქესო ორგანო და ეს ურეთრა ახლოს აქვს და ხდება ამ ეშერიხია კოლიც, რომელიც არის სწორნაძლავის და განავალში დიდი რაოდენობით, ეშერიხია კოლის მოხვედრას ამ შარდსასქემო შარდგამომყოფ სისტემაში, ურეთრაში, ან და არის ხოლმე, როდესაც ყაბზობაა თამთა და ხდება სწორი ნაწლავის გაფართოება, ხდება ზეწოლა ურეთრის. წარმოიდგინეთ, გვერდი მიაწვება, ურეთრიდან ვეღარ გამოდის ის რაოდენობა შარდი, რაც უნდა გამოვიდეს, გროვდება ეს შარდი და დაგროვებულ შარდში კარგად ფეთქდება და იზრდება ბაქტერია, რომელიც როგორც გითხარით, უნდა გამოვიდეს გარეთ და ინტოქსიური შარდმა უნდა გამოიტანოს ბაქტერიას და ტოქსიური ნივთიერებებით. ანუ აი ეს მექანიზმია. ან და ხანდახან არის ხოლმე ოპერაციის შემდგომი გართულებები. შეიძლება ბავშვებში და ამ დროს ჩვილ ბავშვებში, მეგობრებო, ძალიან ხშირად არის მომართვიანობა ეგრეთ წოდებული პამპერსის ინფექცია, უძახებთ ხოლმე. ანუ თითქოს ბავშვი დაიბა, როგორც იმოქმედა დეფეკაცია იმ წუთში დაბანეს, მაგრამ მარტო ეს დეფეკაციის შემდგომი დაბანა არ არის საკმარისი, ხშირად უნდა გამოიცვალოს პამპერსი. არ უნდა იყოს ეს პამპერსი ზომაზე მეტად გადავსებული, იმიტომ რომ იგივე პრინციპია, ეს შარდი გამოყოფილი ამ პამპერსში არის კარგი ნიადაგი იმისთვის, ბაქტერიების გამრავლებისთვის. ეს ბაქტერია სად მიდის? ისევ ურეთრაში მიდის და ისევ იწყება აღმავალი გზებით ინფექცია და ჯერ ცისტიტით და შეიძლება მერე სამწუხაროდ თირკმელში წავიდეს. ეხლა ეს არის ზოგადი ნიშნები, როგორ ხვდებით ამ ცისტიტს და არის კონკრეტული ნიშნები. ესე იგი, ზოგადი ნიშნები არის, ვთქვათ, დისკომფორტი, ტკივილი, ქავილის შეგრძნება, შეიძლება ვერ გეუბნებოდეთ ბავშვი, შეიძლება გულისრევაც კი ქონდეს, ან მუცელზე იდებდეს, ან წელის მიდამოში იდებდეს, იმიტომ რომ გადასცემდეს ინერვაციით რაღაცა ტკივილი, რომ შეიძლება ვერ გავიგოთ ეს დისკომფორტი 2-3 დღის განმავლობაში. მაგრამ მე უკვე წამოვა კონკრეტული ნიშნები, ეს არის სიცხე, მაღალი შეიძლება ჰექტიური ტემპერატურა ქონდეს, ულცება მოწმენდილ ცაზე, ანუ ეს დისკომფორტს ვერ გადმოგცეს ბავშვი, უკვე დაწყებულია პროცესი, მაგრამ როგორც კი სიცხე ექნება, უკვე ვიგებთ, რომ რაღაცა მიზეზია და შეიძლება ერთ-ერთი ეს იყოს. მე უკვე შარდვის დროს ტკივილი, ტირილი, მტკივნეულია, ხა ვისაც გამოცდილი აქვს ეს იცის, რომ შარდვის დროს ძალიან მტკივნეულია ეს პროცესი და არის წვეტილი შარდვა. აი, როდესაც ეს კლინიკური ხარ პამპერსის ბავშვი ამას ვერ ვიქებთ. მაგრამ ეჭვი უნდა დაგვებადოს და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში რა ხდება ბავშვი პირველად პედიატრთან და პედიატრი მოვალია, რომ გარდა სისხლის საერთო ანალიზისა, ამ ჰექტიური ცხელების დროს აუცილებლად გააკეთოს შარდის ანალიზი და იქ დავინახავთ ამ პროცესს. არის კიდევ დისფუნქციური ელიმინაციის სინდრომი. ეს არის, ნახეთ რა არის, შეიძლება მშობლებს შეხვდეთ. ეს არის ეს მდგომარეობა, რომ ბავშვს აქვს შარდის შეკავების სურვილი. ესეც არის ცოტა ხანდახან, ვთქვათ, მენტალური პრობლემა და განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებმა იციან არა მარტო, ვთქვათ, განავლოვანი მასების შეკავება, არამედ
ესეც არის მათთვის დამახასიათებელი, ესეც საშიშია, რომ არ განვითარებს ცისტიტი, იმიტომ რომ როგორც გითხარით, შარდის შეკავება გვაძლევს ბაქტერიების შარდის გამრავლებას. ამდენად იწყება მერე რეფლუქსი და ესეც ანუ მშობელს ყოველთვის უნდა კონდეს დაკვირება, რამდენ შარდავს მისი შვილი და რატო არ შარდავს, თავში დღეში რამდენიმეჯერ. უკვე კერგეუნებით ბავშვს, რომელსაც პამპერსი აცვია, მოზარდ ბავშვს, რომლებიც ან სახლში არიან, იმ დროს ხდება, ან თქვა ცენტრში არიან, ან სკოლაში არიან, აუცილებელია თქვა მშობელმა შეამოწმოს, რამდენ შარდავს და რამდენად ხშირად შარდავს მისი შვილი. ეხლა ნახეთ კიდე თქვათ რაღაცა მინდოდა აი ამასთან ერთად მეთქვა. ხო, აი ქონია ისეთი შემთხვევები, ხო, რა მინდოდა, რა ხა მაღალ ჰექტიურ ცხელებაზე, როგორც წესი, მაღალ სიცხე არის ამ დროს. წვავე დაწყება აქვს, მაგრამ ხანდახან არის სუბფებრილიტეტით იწყება და მესამე დღეს 37, 2, 37, 5 და აი მესამე მეოთხე დღეს შეიძლება მოხდეს ისა ტემპერატურის მაღლა ავარდნა და უკვე დისკომფორტი, ტკივილი და როგორც გითხარით, ეწყვეტილი შარდვა. ეხლა ასეთ შემთხვევაში უკვე გადავდივართ კურნალობაზე, აუცილებელი არის როგორც გითხარით, ძალიან იოლია ამის კურნალობა, ეს არის ბაქტერიული ანტიბიოტიკების კურნალობა და საშიშროებას არაფრით არ წარმოადგენს ის, რომ თქვათ გამეორება მოხდეს, შეიძლება მოხდეს და გეტყვით რა შემთხვევაში ხდება ხოლმე, მაგრამ როგორც ეს ახლა ანტიბიოტიკის ხმარება თავიდან არ ვიწყებთ ამთა. ვცდილობთ ხოლმე, ესე იგი, ფიტოპრეპარატებით, ბალახოვანი პრეპარატებით ჩავერიოთ და ალბათ გაგიგიათ შტოში, აი ხშირად ეს არის მცენარე შტოშისგან წარმოებულ წამლებს ხმარობთ ხოლმე. არის კიდე, თქვათ, ასეთი წამლები შეიძლება მშობლებმა იციან, ტუტუკონი, რომელიც კარგია და უფრო მოზრდილ ასაკში ინიშნება ხოლმე და თქვათ, 1 წლიდან შეიძლება კანიფრონის წვეთები. ეს ორივე მცენარეული პრეპარატებია და სასურველია ამით დავიწყოთ, თუ ძალიან ესეთი მწვავე მდგომარეობა არ აქვს და სასწრაფოდ არ არის დასაწყები. თუ აი ერთი კითხვა სწორედ ამას ეხება, რომ როგორ ადგენს საშარდ გზების ინფექციას და ანუ როდის დავიწყოთ ანტიბიოტიკიო, ანუ ანტიბიოტიკის დიახ, ესე იგი ამ კითხვაზე ასე უნდა გავცეთ პასუხი, რომ აუცილებელია შარდის ანალიზის ჩაბარება, მაგრამ ამ შარდში, მეგობრებო, უნდა იყოს ბაქტერიების დიდი რაოდენობა, ანუ გამრავლება. იქ არის დასაშვები, ყველა მიცით ახლა გინახიათ, ხო, შარდის ანალიზი, დასაშვები ნორმა და იმ დასაშვებ ნორმას, როდესაც 10 ჯერ, 20 ჯერ აღემატება, არა ლეიკოციტი, არა ერიტროციტი, ეს არ გვაძლევს ანტიბიოტიკის დაწყების უფლებას, ჩვენ გვაძლევს მხოლოდ ბაქტერიების გროვა. ბაქტერია თუ არის შარდში, აი იმ შემთხვევაში ვიწყებთ ხოლმე თამთა. რა თქმა უნდა, ხა თუ მშობელს არ აქვს დრო, რომ უკვე უროლოგს აჩვენოს, ან თქვათ სხვა კლინიკაში ვეღარ ვასწრებთ და ეს ანალიზი გვაქვს, ჩვენც პედიატრები ვიწყებთ ანტიბიოტიკს. ფართოსპექტრის ცეფალოსპორინებს და რაღაცა სპეციალური ჯგუფი არის, რომელიც ფურობაგი, ფურადონი არის სხვა პრეპარატები, ანტიბიოტიკები, რა დროსაც ვიწყებთ, ინდივიდუალურად როგორც ჭირდება ბავშვს და რამდენიმე დღეში, როგორც არის კურნალობა ბაქტერიის 5-7 დღე, ან გახანძლებულად თუ გჭირდება, ალაგებადია ეს ყველაფერი. მაგრამ მეგობრებო, თუ ხდება ცისტიტების გამეორება 2 ან 3, აუცილებლად აღარ არის საჭირო დახანება, აუცილებლად უნდა მივმართოთ უროლოგს, იმიტომ რომ აქ არ იყოს სხვა პროცესი, ანუ უფრო ღრმა კვლევა არის, ეხოსკოპია არის საჭირო, შეიძლება ცისტოგრაფია იყოს საჭირო, ანუ უფრო გაფართოებული კვლევა, არ იყოს რაღაცა სარქლოვანი პრობლემა, არ იყოს, თქვათ, ანატომიური რაღაცა, თქვათ, დეფექტი, რატო გვაძლევს, რატო ვერ გამოდის შარდი ბოლომდე, ეს აუცილებლად ვიტრო სპეციალისტმა უნდა დაგვიდასტუროს და უნდა გვირჩიოს რა და როგორ ხდება, გამოიკლიოს მან. დიახ. კი ბატონო. მოდი წავიკითხო მაშინ დარჩენილ კითხვებს.
ნაწილობრივ ალბათ უკვე გაიცით პასუხი, მაგრამ მაინც მივყვეთ ხო თანმიმდევრულად. მაინტერესებს არის თუ არა საჭირო საშარდე გზების მკურნალობის დროს დიეტის დაცვა და სითხის უხვად მიღება? სითხის უხვად მიღება აუცილებელია. და ეხლა რაც შეეხება ალბათ მშობელს ახსოვს, ვინც დასვა ეს კითხვა, რომ ცისტიტების დროს არ შეიძლება მწარე, მშავე და რაღაც ადრე იყო ხოლმე ეს თეორია. მაინდა-მაინც ეს არ ამართლებს იმ შემთხვევაში, თუ არ გვაქვს თირკმლის პრობლემა. როგორც გითხარით, არის საშარდე გზების ინფექციები ორად იყოფა, ეს არის აღმავალი ინფექცია, როდესაც უკვე შარდის ბუშს ცდება. და უბრალოდ აქეთ ქვედა ინფექცია. ქვედა ინფექციების დროს ასეთი დიეტის დაცვას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. წყლის დალევას ყოველთვის აქვს დიდი მნიშვნელობა და დროზე გამოსვლა შარდის ბუშტიდან და ურეთრიდან დაგროვებული ბაქტერიებისა. ამდენად თუ თირკმლის პრობლემაა და თირკმას იცით, რომ ყოველთვის სჭირდება თირკმის ფიალებს სწორი მიწოდება და დიეტური კვება, ამდენად ამას უკვე გვიწყვეტავს უროლოგი და თუ საშარდე გზების ზემოგზების ინფექცია და რეფლუქსია, მაშინ გვჭირდება, ქვემოთ არა. დიახ, აქ ორი კითხვა, ერთი ეხება ნერვულ ცისტიტს. ნერვულ ცისტიტზე გთხოვა, რომ რამდენიმე სიტყვით კომენტარი გააკეთოთ და ასევე ქრონიკული ცისტიტი როდის ვითარდება? იქნება ამ ორ კითხვას ერთად გავცნობ. დიახ. ნერვული ცისტიტი არ არის სწორი ტერმინოლოგია, ეს არის ნეიროგენული ცისტიტი, ალბათ ეს უნდა მშობელს. სამწუხაროდ ამის მექანიზმი ცოტა ძნელად არის ახსნილი და სამწუხაროდ ხანდახან გამოსავალიც ძალიან ძნელია, თუმცა უროლოგი ცდილობს სპეციალური პრეპარატებით აუცილებლად ნევროლოგთან ერთად მოაგვაროს ეს პრობლემა. აი ნეიროგენული ცისტიტი, ნეიროგენული შარდის ბუშტია უпростоრად. ანუ ინერვაცია ისე არის შარდის ბუშტი და ისე ხდება მისი შეკუმშვა ან გაფართოება, რომ ეს არ არის ბაქტერიასთან დამოკიდებული. თამთა ეს როგორც სიტყვა გვიჩვენებს, არის ცენტრალური ნერვული სისტემიდან მართული პროცესი და ცოტა ძნელად ექვემდებარება მკურნალობას, მაგრამ გააჩნია თუ ძალიან ხანგრძლივად ესა შორს არ არის წასული, ნევროლოგი და უროლოგი ერთად მართავს ამას. აუცილებლად ორივე ამორფივე სპეციალისტს უნდა მივმართოთ. და რაც შეეხება მეორე შეკითხვას, ქრონიკული ცისტიტი უფრო არის მოზრდილ ადამიანებში და განსაკუთრებით ქალებში. ეს არის ქალები, რომლებიც ხშირად აქვთ თქვა საკეისრო გაკეთებული, ან აქვთ მცირე მენჯის ხრუში რამე ოპერაციები, თუნდაც აი საშვილოსტოს ან მიომის ან თქვათ ამ ტიპის ოპერაციები, როდესაც ხდება ესე იგი ამოღება რომ სხვადასხვა ორგანოსი და გინდა არ გინდა ხანდახან ინერვაცია ირღვევა ხოლმე, ხან ხდება რომ აი გადანაწილება ურეთრის თქვათ სხვანაირად ხდება ანატომიურად და ძალიან ახლოს არის კვლავ რექტალ იმასთან ანუსთან და ესე შერხია კოლი სულ ხშირად და მუდმივად არის ხოლმე შეხებაში, გინდა არ გინდა ანატომიურად გადანაწილდება ორგანოებს სხვადასხვანაირად. ან და ქალს რომელსაც ან მამაკაცს რომელსაც აქვს მუდმივი ყაბზობა, მუდმივი შეკრულობა, აი არ გაგიკვირდეთ და არის სიტუაციები, როდესაც აი შეკრულობა არის, თქვათ კუჭის მოქმედება 3-4 დღეში ერთხელ არის და ასეთ შემთხვევაში ხდება ცისტიტის ეპიზოდების აფეთქება. ანუ დეფეკაცია ხდება, სწორი ნაწლავის დაცვა და ეგრევე იწყება ცისტიტი. აი ეს არის ქრონიკული ცისტიტი, ასეთ შემთხვევაში მე თავს ვერ დავდებ უროლოგების მაგივრად, მაგრამ თვეობით და წლობით შეიძლება დაინიშნოს ანტიბიოტიკი, რომელიც აი ქრონიკულად არის დანიშნული, იმიტომ რომ ამ ქრონიკულ ცისტიტს სხვა ვერაფერი ვერ შველის. ოღონ ანტიბიოტიკი ისეთი დამზოგველი. გასაგები. და ბოლო ბავშვებში არა გვაქვს, დიახ.
ბოლო კითხვა, ამაზეც პრინციპში ნაწილობრივ ვისაუბრეთ. პატარა ასაკში, კერძოდ 3-4-5 წლის ასაკში, რამ შეიძლება გამოიწვიოს ცისტიტი და რამდენად საშიშია? როგორც გითხარით, გამეორდები, საშიში არ არის, განკურნებადია, გამოიწვევს ის ძირითადი მიზეზები, რაც უკვე ვთქვით, ეს არის ყაბზობა, ესე იგი, ან კოლიტი, ვთქვათ, ხშირი დიარეა, არის შარდის შეკავება, არასწორი ჰიგიენა და აი ჰიგიენური პროცესები, არასწორი ჰიგიენას ვიძახი, ვთქვათ, გოგონების ჩაბანა ხდება ხოლმე. ესეც იწვევს ცისტიტს. უკრიდან წინ არაფრით არ შეიძლება. უნდა მოხდეს წინიდან უკან ჩაბანა და არ შეიძლება მეგობრებო ძალიან ქაფიანი ნივთიერებებით დაბანა. იმიტომ რომ ეს ქაფი წარმოქმნავს ბუშტუკებს და ამ ბუშტუკებში ირევა ეს ეშერიხია კოლი. და გინდა არ გინდა ხდება ხოლმე სასქესო ორგანოში, გოგონების სასქესო ორგანოში. ამიტომ ამასაც აქვს მნიშვნელობა რითი ვბანთ და როგორ ვბანთ სწორედ. აი თუ ამას ყველაფერს გავაკეთებთ და სწორედ მოვიქცევით, ნაკლებად მოხდება ცისტიტი. კი ბატონო, ჩვენ შეკითხვები ამ ეტაპზე მეტი არ არის, პრინციპში დასასრულს მივახლო და თუ გსურთ რამდენიმე სიტყვის დამატება და ამით დღევანდელი ჩართვა მესმის, რომ დიდი თემაა და დიახ, დიდი თემაა, დიდი თემა არის ცოტა. დიახ, სპეციფიური თემაა, როგორც გითხარით და ყველას ვიწრო სპეციალისტებს ეკუთვნით ეს, მაგრამ გამომდინარე იქიდან მომართვიანობა და შეკითხვები და ხშირად არის ეს ჩივილები და მშობლებმა იციან ეს, რომ ნამდვილად აწუხებთ მათ შვილებს, იმიტომ ეს თემა გავაშუქეთ. ხშირად მოსდევს ხოლმე, ვთქვათ, ბუასილს ვთქვათ, ქრონიკული მდგომარეობები, არის წვავე მდგომარეობები პოლიპების სახით, რომელზეც ეხლა რა თქმა უნდა არ გავამახვილებ სპეციალურად ყურადღება, იმიტომ რომ წმინდა ქირურგიულია ეს და თვითონ პროქტოლოგები მართავენ ამ სიტუაციებს, თუმცა ძალიან ასოცირებულია და ესეც უნდა იყოს გათვალისწინებული. ანუ იმიტომ ვიმეორებ, რომ მომართვენება ძალიან ოპერატიულად უნდა განხორციელდეს, რომ თავი ავარიდოთ აი გართულებებს, როგორც ვთქვით, აი ამ პოლიპებით გართულებებს, რომელიც შეიძლება სისხლდენი იყოს კიდევაც. არა მარტო ეს ვენური კვანძები, არამედ პოლიპებიდან ხდებოდეს სისხლდენად. კი ბატონო, უღრმესი მადლობა ქალბატონებმა მორიგი ძალიან ინფორმატიული ჩართვისთვის. ჩვენ მსმენელსაც მადლობა აქტიური ჩართულობისთვის და თუ გეგულებათ ვინმე ვისაც ეს თემა არის აქტუალური, საინტერესო და მე მგონი ძალიან ბევრი მშობელი იქნება ასეთი, რომელსაც თუნდაც პროფილაქტიკისთვის ნამდვილად გამოადგება ყველა ეს რეკომენდაცია, რომელიც ქალბატონმა ირმამ გაგვიზიარა, შეგიძლიათ ეს ვიდეო გავუზიაროთ მათ. მადლობა ლეკუნა ჯაფოშვილს, რომელსაც უზრუნველყო ჩვენი ჩართვის თარგმანი ჟესტურ ენაზე, მშვიდობიან საღამოს გისურვებ და დღეს ამით დაგემშვიდობებით ნახვამდის. ნახვამდის, მადლობა ყველას და გემშვიდობებით.